სანამ გაკეთება ეკრანი სანამ დაალაგდება, მინდა გითხრათ, რომ ეს მოხსენება გახლავთ ნაწილი, მცირე ნაწილი ნარკვევისა, რომელიც ერთვის ისტორიულ პირთა გამოსახულებების კორპუსების გარკვეულ რიგს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უდიდესის ილე მეორის ბრძანებით, წერილობით ბრძანებით და არა მხოლოდ კურთხევით, დიდი ხნის წინ შეიქმნა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნების კვლევის ცენტრი, რომელსაც განესაზღვრა გარკვეული დავალებები, მოვალეობები. ერთ-ერთი არის საქართველოს ეკლესიის წმინდანთა გამოსახულებების კორპუსი, და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის კორპუსი და პროექტი საერთო სათაურით ისტორია სახეებში, ისტორიულ პირთა გამოსახულებები ქართულ ხელოვნებაში. ეს განსაზღვრული იყო 3 ტომად, გახლავთ უკვე 8 ტომი. ალბათ მე-9 იქნება საქართველოს უცხოელების თვალით და იქ იქნება უცხოელთა მიერ ხატოვნად აღბეჭდილი ეს გამოსახულებები. თითოეულ თემას და თემა ასე არის: რელიეფი, კედლის ხატრობა, კანკელები, სტელები, მოქრომჭედლობა, მინიატურა, ქსოვილები და ასე შემდეგ. და ერთვის ნარკვევი, მაგალითად რელიეფი, ხუროთმოძღვრული რელიეფი შუა საუკუნეების საქართველოში და 3 ტომს, რომელიც მოიცავს კედლის ხატრობას, და ერთვის წინ ნარკვევი პორტრეტი შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ ფერწერაში. ახლა ეს არის ძალიან მოკლე ნაწილი, რომელიც შეეხება ქრესტომატიულ ძეგლებს, ძალიან კარგად ცნობილ ძეგლებს. მათ შორის გახლავთ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, სადაც ადამიანს არ აჩვენებს. ეს უნდა გადავიდეს, აბა. ხო, ვარძიის ტაძარი, სადაც პირველად ჯერ წინა სლაიდი უნდა იყოს, გამოსახული არის მეფეთ-მეფე გიორგი და მეფეთ-მეფე თამარი, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე გარდაცვლილია, ხოლო თამარის წარწერას ემატება, რომელიც მრავალჟამეულობს მცა, დიახ, აი ეს გახლავთ, და წარმოდგებიან ისინი კეთილი იმედის ღვთისმშობელს და მეფე გიორგის აკურთხებს ანგელოზს და გადასცემს სკიფტრას. ამას შემდეგ მოსდევს, მე ახლა ძალიან მოკლედ გეტყვით, ამას მოსდევს რატისურამელის ადგილობრივი მმართველის გამოსახულება, რომელიც ევედრება ასევე კეთილი იმედის ღვთისმშობელს. შემდეგი ეს გახლავთ თავისი ვრცელი წარწერით, შემდეგი არის ნაკლებად ცნობილი გარეჯის მრავალთის, ნაკლებად ცნობილი გარკვეულ წლებამდე, ახლა კარგად არის ცნობილი, ნათლისმცემლის მონასტრის მთავარი ტაძრის მხატვრობა, სადაც წარმოდგენილი გახლავთ აი აქ მთელ სიგანეზე სამეფო გამოსახულებები და შემდეგ დასავლეთ კედელზე, ჩრდილოეთ კედელზე, დასავლეთ კედელზე კიდევ სამფიგურიანი საქტიტორო რიგი. ის მოიცავს, აგერ ვხედავთ, მეფის გამოსახულებას, რომელსაც აწერია პირველი მაშენებელი ამის მონასტრისა და ეს არის ბაგრატ მეოთხე, შემდეგ არის დავით აღმაშენებლის ძალიან დაზიანებული ფიგურა, რომლის არსებობა დაფიქსირებულია 1851 წელს, შემდეგ არის ბერის შესამოსელში წარმოდგენილი ფიგურა, რომელსაც ახლდა და ეხლაც ახლავს წარწერა მეფეთ-მეფე დემეტრე, მაგრამ უფრო ახლდა წარწერა უფრო ადრე ძე მეფეთ-მეფისა დავითისა. შემდეგ არის ფიგურა, ისევ საერო სამოსში და მას ანგელოზი უკურთხებს სკიფტრას, კვლავ ის უნდა დავიმახსოვროთ, და აწერია მეფეთ-მეფე გიორგი. დასავლეთ კედელზე გამოსახული გახლავთ მეფეთ-მეფე თამარი, ერთადერთი შემონახული ფრესკა დავით სოსლანისა, რომელსაც აწერია მეფე დავით და შუაში პატარა ფიგურა, რომელსაც ეწერა, ხომ აქ ეწერა მეფეთა მეფა, აი რაც თქვი, და აი ამას უცხოელო სახელი აწერია ძე ამათი ლაშა ეწერა. ეს ყველაფერი აღნუსხულია 1851 წელს ეგზარქოს ევსევის განკარგულებით შეგროვებულ მასალებს, რომელიც მარი დროსესთვის უნდა გადაეგზავნათ და სწორედ აქედან დაფიქსირდა. შემდეგ 1913 წელს გარეჯში მოგზაურობს ექვთიმე თაყაიშვილი, ფოტოგრაფთან თეოდორე კიუნეი იყო ასეთი და მათ აღბეჭდეს სწორედ აი ეს გამოსახულებები. ერთ მხარეს არის გამოსახული ეს ფიგურა, მეორე მხარეს კიდეში არის ეპისკოპოსი.
მას აქვს სამღვდელმთავრო შესამოსელი, როგორც ჩანს ანტონ გლონის თავისზე უნდა იყოს. შუაში არის დავით გარეჯელი, რომელიც ორივე მხარეს აკურთხებს და მაშინ იყო მაკურთხებელი ყოველივეს. შემდეგი გახლავთ ყინწვისი, სადაც გამოსახულია მეფე გიორგი მესამე, ნათლისმცემელი ეს არის 1190 წლების თვათ მიწურული. მეფე გიორგი მესამე, მეფე თამარი, გიორგი მეოთხე ლაშა. ესეთი სქემა არის სწორედ იმ კორპუსისთვის და მაცხოვრის ხატის ტიპის გამოსახულების წინ არის მეფე გიორგი გამოსახული და მის სკიფტრას საკურთხებს. ნახეთ ეს ასეთი სქემა საპირისპირო კედელზე რატის ურამელისგან განსხვავებით სასულიერო პირია პროტო ვიპერტიმოსი და სინკელოსი. ეს არის ანტონ გლონის თავისზე გამოსახული. ბეთანია ყველასთვის ცნობილია 1840-იანი წლებიდან მეფე გიორგი თამარი, გიორგი მეოთხე ლაშა, ესეთი გახლავთ გამოსახული მხედრებს შორის. და აქაც მეორე მხარეს არის ორბელების გამოსახულება, ოღონდ ეს არის სუმბათ დიდი ორბელი პირველი მე-12 საუკუნის დასაწყისი, იმიტომ რომ მეორე დაუძინებელი მტერი იყო და მას შევეხებით. და ბოლოს ბერთუბანი, სადაც კეთილი იმედის ღვთისმშობელს წარუდგება თამარი და გიორგი მეოთხე, უკვე მეფეა ის აქ გამოსახული. რატომ შევეხეთ ჩვენ ახლა ამას ყოველივეს? დასაკვირველია ეს არის აღმატებითი ეპოქა, არამართებულად მე ვფიქრობ რენესანსად წოდებული, რენესანსი სხვა მოვლენა იყო, სხვაგან იყო, სხვა მოვლენა იყო, სხვა საფუძვლების, სხვა გეზით. ეს იყო ძლავრი კეთილდღეობის ეპოქა, რომელსაც სათავეს დაუდებს ვახტანგ გორგასიდან დაწყებული მთელი მეფეთა რიგი და ყველაზე დიდ საქმეს დავით კურაპალდი და დავით აღმაშენებელი გააკეთებენ. და ეს არის ეპოქა, რომელსაც მაგალითად ლიტერატურაში ქართულში უწოდებენ დროს, როდესაც მგელი და კრავი ერთად ზრდებს. და ეს მართლაც ესეა სიმშვიდის და კეთილდღეობის, მაგრამ ამავე დროს აქ იყო გარკვეული წანამძღვრები, რამაც განაპირობა ეს უჩვეულო მოვლენა. რა მოვლენაა ეს? ეს არის ვარძია, 2 წლის გარდაცვლილია გიორგი და მას უკურთხებს სკიფტრას. ეს არის ნათლისმცემელი, ნახეთ სამმაგი შარავანდი აქვს. ოქროსი გამოსახული, დაწნეხვით არის ზედ რომბები. ეს ძალიან დაზიანებულია პოლიგონის არსებობის გამო. იქ ადვილად მისასვლელი იყო, ზოგი ძნელად და ბზარებით ინგრეოდა. ეს ჯარებს კაცები მიდიოდნენ და წერდნენ, აწერდნენ ასე შემდეგ. და აქ უკვე არის 15 წლის გარდაცვლილი, მაგრამ მას უკურთხებს სკიფტრას. შემდეგ გახლავთ ბეთანია, ნახეთ, მასაც სკიფტრა უჭირავს და ეს არის წარმართველი სამეფო ასე ვთქვათ პორტრეტი, ყინწვისი უკაცრავად და ეს ბეთანია გახლავთ. რა ხდება აქ? რასაკვირველია, ეს იყო მართლაც აღმატებითი ეპოქა, ეს იყო ეპოქა, როდესაც წილხდომილობის იდეა აღწევს თავის მართლაც აპოგეას და ზენიტს, მაგრამ ამავე დროს ეს არის ეპოქა, რომელიც არაერთ მნიშვნელოვანი იყო იმჟამინდელი მმართველი სამეფო კარისთვის. ყველაფერი იწყება 50-იანი წლებიდან, როდესაც დაირღვა ტახტის მემკვიდრეობის წესი. დაირღვა, ვერ აღდგა და ამას მოყვა აჯანყება 1167 წელს შესაბამის შედეგებით და ამას ახლდა კიდევ ერთი რამ, რომ გიორგი მესამეს არ ყავდა უშუალო მემკვიდრე ვაჟი და ის 1178 წელს მე ახლა ისტორიკოსების წინაშე გამოვდივარ, მაგრამ ამას ვიმეორებ, ის ვალდებულიც იყო და იძულებულიც თანამოსაყდრეთ ეკურთხებინა თავის ქალიშვილი. და შემდეგ მოდის 1184 წელი გარდაცვალება მეფისა და იწყება გარკვეული სირთულეები 1190-იან წლებამდე და ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ახსენებენ თამას, რომ მართლა ძლევამოსილი ეპოქა, მართლა აღმატებითი, მაგრამ ამავე დროს შიდა საკითხებია. ეს არის საკითხი ხელახლა კურთხევისა და ის თანხდება. ეს არის უქლო არსანის გამოსვლისა და როგორც იქნა ეს ყველაფერი დასრულდა. ეს არის უგარო დიდმოხელეთა განტევებისა და ის თანხდება. და ბოლოს ეს არის მიქაელ მირიანიძე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონფლიქტისა, როგორც ჩანს ყველაფერი მაინც აგებული იყო იმაზე, რომ არალეგიტიმურობას ახსენებდნენ ასე თუ ისე, მაინც ერთ-ერთ არგუმენტად და ბოლოს ეს პირადი არის უკვე დრამა, როდესაც მას ქმარი მოუგვარეს, ქმრად წოდებული ადამიანი. ეს ყველაფერი მე ორი ლაშქრობით გამოიხატა, როდესაც წინ წაიგდეს ეს
ეს წარმომადგენელი სხვა ქვეყნისა და ესეც დამარცხდა. ეს იყო. ეს აჩრდილი როგორც ჩანს თან ზდევს სამეფო კარს, რასაკვირველია ეს ანსამბლები, დიდი ანსამბლები, მრავალმხრივ განსაზღვრული თავისი იკონოგრაფიული პროგრამით. მაგალითად ეს არის ევგენი ტრაპიზონელი. და ალბათ კითხვა შეიძლება რატომ ევგენი ტრაპიზონელი? იმიტომ რომ ეს არის დრო, როდესაც ტრაპიზონის იმპერიის ფორმირება ხდება და მისი მფარველი წმინდანია და ამაში საქართველოს სამეფო კარი უშუალო მონაწილეობას იღებს. არა ასეთი შეფარვითი საკითხებია და ამიტომ ბევრი რამ როგორც ჩანს სწორედ ამითი იყო განპირობებული და აქაც კვლავ ნახეთ ერთი რამ ყურადღება მივაქციოთ და მე ვეცდები რომ სწრაფად მოვიყვანოთ ერთ რამეს ეს ძალიან უჩვეულო მხატვრობა ვინც ყოფილა გარეთში ნათლისმცემლის მონასტერში თავისებური ეფექტია ხრიოკი სამხრეთი ფერდი თავისი შენობებით თავისი გამოქვაბულებით პატარა კარები მე ნახოთ ამ სიმაღლეს შედიხარ და მოცულობა შედიხარ პატარა კარიბჭეში შედარებით უფრო მაღალში შედიხარ მაგრამ მე გავოცდები რომ აი დაახლოებით ოდნავ მოკლეა ამ დარბაზზე და ამ მოცულობის დიდ ეკლესიაში შედიხარ რომელიც ძალიან დაზიანებულია ჯერ კიდევ 19 საუკუნეში იყო დაზიანებული მურავიოვი ცნობილი პილიგრიმი და ესე ამბობს რომ აქ დაზიანებულია მაგრამ იხილება მეფეთა სახეები ეს იყო თამარის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი განზრახულობა როგორი ეფექტით შედიხარ და ხდება ლაჟვარდი აური პიგმენტი გლაუკონი სხვადასხვა უმდიდრესი ფერები ყველა შარავანდი არის ოქროსი ყველა სამეფო შარავანდი გაჩვენეთ არის სამმაგი ოქროს სალტეთი შემოზღუდული ნახეთ და რასთავარი არის გარკვეული გზავნილი პირველი მაშენებელი ამის მონასტრისაი ვინ არის ბაგრატ მეოთხე რატომ იმიტომ რომ შემოერთება ხდება არა ამ დროს აი ამ ტერიტორიისა და უბრალოდ შემოერთება კი არა განახლება ხდება ამ ტერიტორიისა და პირველი მაშენებელი ის არ არის ის არის გამაფართოვებელი მაგრამ ასე აწერენ მის გამოსახულებას ფილაქტერი უჭირავს ზალმოსილები შემდეგ დავით აღმაშენებელი აი სწორედ მას უკავშირდება შემოერთება კახეთისა შემდეგ დემეტრე პირველი მასთან არის დაკავშირებული აქ მოსაგრეობა და ის ჰიმნოგრაფიული თხზულებები რაც მან დაწერა სწორედ გარეჯში უცნაურია რომ გიორგის გამოსახავენ მასთან არაფერი არ არის დაკავშირებული დითურქობას ნადირობასთან ნადირობის გარდა რა თოვლმა ჩამოყარა და სანადირო წავიდა ნაჭარმაგებს და ამიტომ ისტორიოგრაფია მას არ აჩვენებს მაგრამ აი მას მის სკიპტრას ჯგუფ სკიპტრას უკურთხებს ანგელოზი და მის შემდეგ ესენი არიან გარდაცვლილი ხალხი გარდასული თამარი აჩვენებს იმას რომ აი მე მათი შთამომავალი ვარ მათი ვისაც გარკვეული დამსახურება აქვს თუნდაც გარეჯისადმი არა გარეჯის მრავალთისადმი შემდეგ დასავლეთ კედელზე აქეთ არ არის უკაცრავად დადა დიახ დასავლეთ კედელზე უკვე ცოცხლები არიან გამოსახულნი აქეთ და კიდევ ერთი მე მინდა განახოთ აი აქ ნახეთ ეს ალბათ ამას თქვენ პირველად ხედავთ ეს არის თამარი ძალიან დაზიანებული 1913 წლის ფოტოს მე აი გიორგი მეოთხე ლაშა და დავით სოსლანი და ეს არის ტეოდორე კიუნეს გადაღებული ფოტო აი თვალი საყურე აგერ ჩანს ეს გადმოხატული ეს მხოლოდ ამ შავ-თეთრ ფოტოზე შემოგრჩა ანუ გარდასულნი ერთ კედელზე პირდაპირ საკურთხევლიდან მეორე კედელზე გამოსახული და ამით არის სამეფო კარის ლეგიტიმაციის მემკვიდრეობის ასე ვთქვათ ხაზგასმა რასაკვირველია მეორე ღვთისმოსაობასთან ერთად მეოხებასთან ერთად საქტიტორო მოღვაწეობასთან ერთად და ბოლოს გახლავთ ბერთუბანი რომელზეც მეც ფიქრობდი რომ ეს იყო თამარის დრო მაგრამ დღეს ჩანს რომ ეს არის გიორგი ლაშას დრო დაუსრულებელი მხატვრობა აი მაგალითად ეს ნაწილები დაუსრულებელია აქ და დასავლეთ ნაწილში მით უმეტეს ხელი არ არის დახატული თავი არ არის დახატული მოსამზადებელი ნახატია იგრძნობა რომ ვიღაცამ დადო ფუნჯი და წავიდა ბუნებრივი კატასტროფა არ იყო ამ დროს მაგრამ იყო ხელოვნური კატასტროფა ან ხარაზმელები ან მონღოლები და ამ დროს დასრულდა ანუ ლაშა გიორგის დროა და ის დედას უქმნის უკვე დიდებით მოსულ დედას უქმნის ალუზიას სამოთხისას თეთრი ფერის ფონები ყვავილები ბროწეულები პალმები და ამასთან შედარებით აი ეს იოაკიმეს და ანას ცხოვრების და ღვთისმშობლის ცხოვრებაა წილხდომილობის და აი და
ესე გადაირთო და თვითონ პორტრეტი გახლავთ ბევრად სადა, არა უშავს, ანუ ეს იყო განზრახულობა შვილისა, რომ ეჩვენებინა კვლავ მემკვიდრეობითობა, მაგრამ ამავე დროს დედამისთან დაკავშირებით და დედის ხსენება 60-ეულ წიაღში და ღვთისმშობელთან მიმართებაში განეთავსებინა. მით უმეტეს რომ ჰიმნოგრაფებთან ღვთისმშობლის თანაფარდად აღიარებენ, ხო, აღიარებულია თამარი, ეს კავშირი მაგალითად რომ ტაბახმელაში შვამან გიორგი მეოთხე ლაშა, ისევე როგორც ბეთლეემს ღვთისმშობელმა იესო და ასე შემდეგ ეს იყო. აი ესეთი თავისებური სურათია, ერთი მხრივ ეს არის აღმატებითი ქვეყნის ძლევამოსილი, მართლაც მასშტაბური, მაგრამ ისევე როგორც ყველა ქვეყანაში აქაც არსებობდა შიდა პოლიტიკური, შიდა ურთიერთობები, რომელსაც როგორც ჩანს ანგარიშს უწევს არა მარტო თამარი, არამედ მისი შთამომავალი. უпростოდ არა მარტო გიორგი მესამე, არამედ თამარი და მისი შთამომავალი. არაფერი მსგავსი ჩვენ უკვე მერე აღარ გვხდება, იმიტომ რომ საფიქრალი სხვა არის. აქ დავით ნარინია გამოსახული ორჯერ საერო და საბერო წარწერაც ასეთი აქვს დავით ძე რუსუდანისა მაგრამ არა მეფეთ მეფე არა სხვა მემკვიდრეობითობა არის მაგრამ აი იმასთან რაც აქ არის უკვე გარკვეული წყვეტილი გახლავთ ამაზე და სხვა საკითხებზე იქნება საუბარი აი კორპუსის შესავალში რომელიც დაერთვება 3 ტომს ისტორიულ პირთა გამოსახულებებისას ქართულ ხელოვნებაში. დიდი მადლობა დანარჩენზე შენ. დიახ. აი სამაგი შარავანდები, როდიდან გაჩნდა და ხშირი იყო თუ არა ასე? აი საქმე ის არის რომ საქმე ისე რომ ეხლა მე ვერ დავდებ თავს ყველაფრის ცოდნაზე, მაგრამ რაღაცა გარკვეული წლების განმავლობაში ამ ყველაფერს ვუყურებ ბიზანტიურ კულტურულ არეალში, სლავურში, ბალკანურში, სლავურში, მსგავსი რამე ჩვენ არ აგვაქვს. აი შემიძლია თქვა, ნამდვილად არ აგვაქვს მსგავსი რამე. აი ეს საიდან მოვიდა უცნაურია, მე ამაზე მუშაობა მე მომიწია 1993-94 წლებში. ის იყო გაოცება ფრაგმენტებად, ახლოდან რომ ნახოთ ეს არის შტამპით დაწნეხილი. დიახ, ეს არის შტამპით დაწნეხილი რომბების რიგები. ახლოდან გვერდიდან ფერადი განათება, ეს გვერდთა განათება რომ გააკეთო და თავისებური რამ არის. და 60-ზე მაგალითად ოქრო, უამრავი ოქროა ნახმარი და კიდევ ვიმეორებ წარმოიდგინეთ, ხა შედის ადამიანი ამ ხრიოკიდან და აი ამ ლაჟვარდში ხდება უმაღლესი დონის პიგმენტების ანალიზი გაკეთდა. ლაჟვარდი ასეთი ფორმით არ მოიპოვება ბუნებაში. ეს არის თეთრი ფერის მინერალი, პატარა წინწკლებით ცისფერი. უნდა დაფხონა, უნდა გამოარჩიო. დღესაც ეს შეიძლება შეიძინო, მაგრამ რამდენიმე 10,000 евро უნდა გქონდეს ისე მომარაგებული. ეს რომ შეიძინო, ხო? ამიტომ ესეთია. მე ერთი მინდა დავძინო, რომ აქ კიდევ სავარაუდოდ გვაქვს ჩვენ გელათში მემორიალური პორტრეტი. დავით ნარინის ეკვდერის მეორე ფენაზე, ნარინისეულ ფენაზე არის კამარაზე ფიგურა ქალისა, რომელსაც აწერა მეფეთ მეფე. ქალი ორი ყავდა, მეფე. პატივი უნდა მივაგოთ ყველას, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ რუსუდანისთვის ისეთი პატივი მიეგოთ, რომ გამოსახული ყოფილიყო. თან ნახეთ ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ისტორიული პირი არის კამარაზე. კამარაზე ციური სფეროა, ანუ ის გარდასულია. თან ნამდვილად მე-13 საუკუნის მიწურულია. რაღაც აქაც ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებს, მაგრამ ეს უკვე შემდეგი მსჯელობის თემა არის. თქვენ დაუსრულებელი ახალზეც ისაუბრეთ. და მიზეზებით თქვით. მაგრამ მას შემდეგ აღარ დალანდა, როდესაც ეს საქართველო იქ აღარავინ არ მოვაწეობდა, დაუშვათ იგივე სასულიერო პირები, რომ ეს ფრესკები არა? საინტერესო კითხვა, როგორც ჩანს გარეჯის სანაპირო ქვეყნად არსებობის პირობებში, იქ მხოლოდ რამდენიმე მონასტერი აღდგება შემდეგ მონღოლების მერე. ბერთუბანი არა, ბერთუბანის აღდგენის ცდა არის მხოლოდ მე-17 საუკუნის მიწურულს მე-18 დასაწყისის, რამდენიმე ბერი წავა იქ ლავრიდან დამკვიდრდება, იქ მართლაც არის, ეხლა ვერ მიხვალთ ისეთ ბერთუბანში ეს
7-8 კილომეტრის სიღრმეში, არა, 7-8 კილომეტრის ლავრიდან, 4 კილომეტრის სიღრმეშია საზღვრიდან და ისე ჩემი საკანდიდატო იყო, ამიტომ მიწევდა იქ ცხოვრებას და იქ მხოლოდ მე-18 საუკუნეში გაბრიელ საგინაშვილის დროს, მაგრამ მიიღეს შენიშვნა და დააბრუნეს ესენი, იმიტომ რომ ცოტა იყო ხალხი, ძალიან ცოტა იყო ხალხი. სამწუხაროდ ჩვენ თვალწინ დაინგრა ბერთუბანი, იმიტომ რომ 1948 წლის მარტიდან იქ არსებობდა პოლიგონი. ვითარება ასეთია, რომ ეს კლდეებია და წინ ყარაიას ველია, იქ მიდიოდა როგორც ჩანს ეს ვარჯიშები და მე მომიწია ნახვა ბერთუბანში, რომ განახეთ თამარის და ლაშა-გიორგის ფრესკა, მის აღმოსავლეთით კედელზე არის ესეთი ჩაფხაჭნილი, შემოხაზული ერთ-ერთი სამხედრო პირის წარწერა, რომ ნავოდკა такая და прицел такой, точное попадание. ესე იგი, რა იყო აქ ყვითელ კლდეზე შავი გამოქვაბულების წერტილები ვიღაცამ დაუმიზნა. მე არ დაიზარა და ავიდა. და როგორც წარმატებული სროლა დააწერა. 52 წელია. ეს ყველაფერი ამან დაანგრია. მანამდე იყო თითქმის მთლიანი სახით შემონახული, იმიტომ რომ გიორგი ჩუბინაშვილს აქვს ორჯერ ფიქსირებული ფოტოზე. სამწუხაროდ ეს ესე მოხდა. კარგით, მე გამიგრძელდება ხა ძალიან საუბარი ამითი. დიახ. აი რომ არ ჯდებოდა, სწორედ ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა და თამარმა თავისი სირთულეების შემდეგ 1990-იან წლებში შეცვალა ხომ მეფეთ კურთხევის წესი. ის მეორე დაკურთხეს, მაგრამ შემდეგ, როდესაც უკვე გიორგი რუსს და ეს ყველაფერი დამთავრდა, მან ესეთი საკანონმდებლო აქტი შემოიღო, რომ მანამდე მათ შორის დადიანებს ჰქონდათ აქტიური და რეალური როლი მეფეთ გამორჩევასა და კურთხევაში. აი მაგალითად მაცხვარიშის ფრესკა ხმალს აბავენ და ამბობენ, რომ აი ხმალს აბავენ და სკიპტრას გადასცემენ, როგორც ჩანს ესე იყო. ესე იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს წერილობითი წყარო მეფეთ კურთხევის წესამდე ადრე არა ამ თხზულებამდე და როგორც ჩანს ეს გაითვალისწინა, რომ არ იყო. თუმცა ერთი რამ იყო ჩვენთან ბიზანტიისგან განსხვავებით. ბიზანტია შეიძლება იუსტინიანესთან და ჯარისკაცი გამხდარიყო მეფე, იმპერატორი. ჩვენთან შეიცვალა დინასტია. ხო, აი რამდენი შეიცვალა. ისლამურ სამყაროში, გარემომცველ სამყაროში მთლიანად შეიცვალა და ჩვენთან აი ეს წესი არსებობდა მკაცრად. ჩანდა მე-9 საუკუნიდან, მაგრამ ახლა ბაგრატიონთა თაობაზე სინასტის მონაცემებით შეიძლება უფრო ადრეც არიან ბაგრატიონები და შეიძლება ჰქონოდათ კიდეც ეს წესი. არ გქონდა